აფრიკაში მოულოდნელად დაიწყო შეიარაღებული აჯანყებების ტალღა, რომელიც ანაცვლებს რუსეთის გავლენას, რომელსაც კრემლი მრავალი წლის განმავლობაში აშენებდა. მალის დედაქალაქ ბამაკოში და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში 25 აპრილს განხორციელდა კოორდინირებული თავდასხმები სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია რუსებთან. საკითხი იმაშია, რომ მალიში ადგილობრივ მილიციას, რომელსაც ტუარეგებს უწოდებენ, ფიქრობენ განსაზღვრება ხსმენიათ, და რომელიც უკვე დიდი ხანია ებრძვის რუსეთის სამხედრო ყოფნას მალიში. დაიწყეს აქტიური ბრძოლები რუსეთის აფრიკულ კორპუსთან, რომელიც ქვეყანაში ჩავიდა ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლების ნაცვლად. და აი რა არის საინტერესო. ჯერ კიდევ 2024 წელს იუცხებოდნენ, რომ სწორედ ეს ტუარეგები შეიძლება იღებდნენ სამხედრო მხარდაჭერას უკრაინის დაზვერვისგან. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს გამოშვება, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ბმული აღწერაშია. მოკლედ, რუსეთის გავლენა აფრიკაში, რომელსაც კრემლი წლების განმავლობაში აშენებდა, დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. 25 აპრილს მალის დედაქალაქ ბამაკოში და ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მოხდა კოორდინირებული თავდასხმები ადგილობრივი ხუნტის სამხედრო ობიექტებზე, სადაც რუსული ჯარები იმყოფებოდნენ. კერძოდ დარტყმები განხორციელდა არმიის უმსხვილეს ბაზაზე კატიში, დედაქალაქის მახლობლად, სადაც 25 აპრილის დილით აფეთქებები მოხდა და რამდენიმე საათის განმავლობაში ინტენსიური სროლა მიმდინარეობდა. თავდასხმები ასევე დაფიქსირდა კიდალში, გაოში, სევარეში და მაპტიში. ბამაკოში, ანუ დედაქალაქში, დროებით დაიხურა აეროპორტი. ქუჩები დაცარიელდა. ქალაქის თავზე სამხედრო ვერტმფრენები დაფრინავდნენ და თვითხილველები იუწყებოდნენ სროლაზე თითქმის ყველგან და გაგრძელებულ აფეთქებებზე. თვითხილველების თქმით, სოგარ თავდაცვის მინისტრ სადიო კამარას სახლიც კი დაინგრა. საინტერესოა, რომ მალიის არმიამ განაცხადა, რომ თავდასხმა განახორციელეს, ციტატა, დაუდგენელმა ტერორისტულმა ჯგუფებმა და დაარწმუნა, რომ დღის შუა ნაწილში სიტუაცია უკვე კონტროლის ქვეშ იყო, თუმცა წმენდის ოპერაციები გრძელდება. და აი როიტერსის სხაროების მიხედვით, თავდასხმების უკან დგას ალ-ქაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფება ჯამაათ ნუსრატ ალ-ისლამ ვალ-მუსლიმინი, რომელიც შესაძლოა მოქმედებდა ტუარეგების ალიანსთან, აზავადის გათავისუფლების ფრონტთან ერთად. ის ტუარეგი ამბოხებულები, თუ არიცით ვინ არიან, ახლავე აგიხსნით. ბოლო მათგანმა განაცხადა ქალაქ კიდალის დიდი ნაწილის დაკავების შესახებ, ეს არის ტუარეგი ამბოხებულების ყოფილი საფრდენი პუნქტი. და აი ქალაქი კიდალი გთავაზობთ პირდაპირ დაიმახსოვროთ, მასთან კიდევ დავბრუნდებით. ეს ამ ისტორიის საკვანძო მომენტია. აქ უნდა ახსნა, რატომ არის ეს თემა ესეთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რადგან შეიძლება თქვათ, მოისმინე, აფრიკა, სად არის მალი, სად არის ეს ყველაფერი და რა შუაში ვართ ჩვენ. ისთვის გჭირდება ეს ისტორია. მაგრამ სინამდვილეში მალიში ხდება პირდაპირ დაპირისპირება რუსეთისა და უკრაინის შორის. დღეს მალიში ხელისუფლებას ფლობს სამხედრო ხუნტა, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ორი გადატრიალების შედეგად 2020 და 2021 წლებში. ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი ახლა გენერალი ასიმი გაიტა. მან გაამყარა თავისი ხელისუფლება 2025 წელს პოლიტიკური პარტიების დაშლით და უზრუნველყო მხარდაჭერა მმართველობის გაგრძელებისთვის 2035 წლამდე. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს მან თავი გარდამავალი პერიოდის ლიდერად გამოაცხადა, ამბობდა, ჩვენ დროებითი ხელისუფლება ვართ, ცოტა ხნით. მაგრამ აშკარაა, რომ მარტო გაიტა და ხუნტა ამას ვერ გაუმკლავდებოდა. რუსეთი აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მალის ამჟამინდელი რეჟიმის უსაფრთხოების და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაში შეცვალა რა საფრანგეთი და დასავლელი პარტნიორები. ფრანგული ჯარებისა და გაეროს მშვიდობის მყოფელების წასვლის შემდეგ მალის ხუნტამ რუსეთს მოიწვია თითქოს ისლამისტურ ჯგუფებთან საბრძოლოად. თავდაპირველად ეს იყვნენ ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის დაქირავებული მებრძოლები, ხოლო 2025 წლიდან მათ შეცვალა ეგრეთ წოდებული აფრიკული კორპუსი, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს. ანუ ფაქტობრივად ესენი არიან რუსი ჯარისკაცები. მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის წვერი აღმოჩნდა. მალი, ბურკინა ფასოსა და ნიგერთან ერთად შევიდა ეგრეთ წოდებული საჰელის ქვეყნების ალიანსში, რომელიც მჭიდრო კავშირზე ორიენტირებული მოსკოვთან. და ყველა ამ სამ ქვეყანაში რუსმა მებრძოლებმა ხუნტებს ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმანენ. და ეხლა ეს ქვეყნები რუსეთთან ერთად კოორდინაციას უწევენ თავიანთ პოზიციებს გაერთიანებულ ერებში და გამოდიან დასავლეთის გავლენის წინააღმდეგ. რუსეთი ამის სანაცვლოდ იღებს ცდომას ბუნებრივ რესურსებზე. ასევე მონაწილეობს მსხვილ ინფრასტრუქტურულ და სამთო მოპოვებით პროექტებში. თუ მალიზე ვისაუბრებთ, იქ ძალიან ბევრი ოქროა. და რუსები ეს ოქრო ფაქტობრივად მალიდან გამოაქვთ.
სანაცვლოდ კი ხუნტას ეხმარებიან სამხედრო მეთოდებით შეინარჩუნონ ხელისუფლება. და ფაქტობრივად ასიმი გოიტა ხელისუფლებაში სწორედ რუსეთის უსაფრთხოების ძალების წყალობით რჩება, რომლებიც იცავენ სამთავრობო შენობებს და ეხმარებიან ოპერაციებში ამბოხებულების წინააღმდეგ. მაგრამ მეორე მხრივ არიან სწორედ ის ტუარეგი ამბოხებულები. და აქ კიდევ უფრო საინტერესოა. 2024 წლის ივლის-აგვისტოში მალიში ტუარეგი ამბოხებულებამ მძიმე მარცხი მიატენეს ჩევკა ვაგნერის მებრძოლებსა და სამთავრობო ჯარებს. და იმავე დღეს, იმავე პერიოდში უფრო ზუსტად, გაჩნდა პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ ტუარეგებს უკრაინის დაზვერვა უჭერს მხარს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო. სწორედ რუსეთის გავლენასთან საბრძოლველად. სხვათაშორის, ეს მალისა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას გამოიწვია. აქ მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ 2024 წლის ივლისში კინზაუათენას რაიონში ის ტუარეგი ამბოხებულები გაანადგურეს ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის კოლონი. მათ დაადასტურეს, რომ ინფორმაცია უკრაინიდან ჰქონდათ მიღებული. მოგვიანებით ტუარეგი ამბოხებულებმა დაადასტურეს კონტაქტები უკრაინასთან. განაცხადეს, რომ უკრაინის დაზვერვა მიაწოდა მათ თავდასხმებისთვის საჭირო ინფორმაცია. ეხლა კი დაუბრუნდეთ ქალაქ კიდალს. ამ ქალაქში ეხლა სწორედ ეს ტუარეგი ამბოხებულები კონტროლს ამყარებენ. ეს ქალაქი საკვანძო მნიშვნელობისაა, რადგან ბოლო წლებში განთავსებული იყო ძალები, რომლებიც მალის ხუნტას უჭერდნენ მხარს. მათ შორის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აფრიკული კორპუსის რუსი დაქირავებულები. პარალელურად 25 აპრილს ტუარეგებმა იმავე რუსების პოზიციებზე იერიში მიიტანეს ქალაქებში კატი და ბამაკო. ექსპერტები მომხდარს ბოლო წლების ყველაზე მასშტაბურ კოორდინირებულ თავდასხმად აფასებენ და სერიოზულ გამოცდად ასიმი გაიტოს ხელმძღვანელობით მოქმედი რეჟიმისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მალის ხელისუფლება დიდწილად სწორედ რუსულ ყოფნაზეა დამოკიდებული. მაგრამ როგორც თავადაც ხვდებით, რუსები უკვე დასუსტებულები არიან უკრაინაში ომის გამო. ამიტომ ეს მოვლენები მალიში ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია გამიხილოთ და გავანალიზოთ. იცით, ისე არაა, რომ ეს სადღაც შორს აფრიკაში ხდება და ჩვენ არ გვეხება. და ამ გამოშვებაში კიდევ ერთ ეპიზოდს დავამატებ, რომელიც აფრიკას არ უკავშირდება, მაგრამ დაკავშირებულია რუსეთის გავლენის შემცირებასთან მსოფლიოში. იმავე დღეს, 25 აპრილს, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ დემონტაჟი ჩაუტარა გაშვების კომპლექსს. რუსული რაკეტებისთვის Soyuz S კოსმოდრომ კურუზე საფრანგეთის გვიანაში. ეს რა თქმა უნდა უკვე არა აფრიკა, არამედ სამხრეთ ამერიკა. მაგრამ მიუხედავად ამისა, 52 მეტრიანი მობილური მომსახურების კოშკი აფეთქებით გაანადგურეს და ამას ეხოთ თქვენს ეკრანებზე ხედავთ. დარჩენილი ინფრასტრუქტურა, მათ შორის სამონტაჟო საცდელი კომპლექსი, რკინიგზა, თხევადი ჟანგბადის საცავი და გასამართი სადგურები. Maya Space-ის სტარტაპს გადასცემენ. ეს არის ფრანგული Ariana Space-ის შვილობილი კომპანია, ახალი რაკეტის გაშვებისათვის, რომლის პირველი გაშვებაც 2027 წელს არის დაგეგმილი. აქვე აუნიშნავ, რომ ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და როსკოსმოსის 15 წლიანი თანამშრომლობა დასრულდა. კოსმოსური აპარატების ორბიტაზე გაყვანის მიმართულებით. ეს თანამშრომლობა შეწყდა მას შემდეგ, რაც რუსეთი 2020 წელს უკრაინაში შეიჭრა. და სწორედ მაშინ საფრანგეთში მიხდნენ, რომ საერთოდ რატო უნდა ითანამშრომლონ რუსებთან. რაში გვჭირდება ისინი? და მაშინ დაარსდა კომპანია Maya Space, რომელმაც რუსები ჩაანაცვლა. 2025 წლის მარტში კომპანია Maya Space გააფორმა პირველი კომერციული კონტრაქტი Maya-ს რაკეტის გაშვებაზე. ფრანგული კომპანიის ExoTrail-ის ინტერესებში. 2026 წლის იანვარში გაფორმდა შეთანხმება Eutelsat-თან, OneWeb-ის თანამგზავრის გაშვებაზე. ხო, დღეს ფრანგებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ რუსეთის რუდიმენტისგან საბოლოოდ გათავისუფლდნენ საკუთარ ზღვისგარე ტერიტორიაზე. აი ასე პუტინმა კიდევ ერთხელ ყველას აჯობა. აფრიკაშიც და სამხრეთ ამერიკაშიც. რუსებო, გაიხარეთ. აქ წერტილებს დავასვა. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწელეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატით ან ფასიანი სპონსორული გამოწერით, ბმულებით და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ ასე წერია. არხის მხარდაჭერა ალექსეი პიჩის. აერჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი მხარდაჭერის ფორმატი. მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერისთვის ამ არხის მიმართ. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას გშვიდობთ.